ეს არის ილიას ბაღი. მოგესალმებით ქალბატონო, გამარჯობა. ამ ძაღლებს თქვენ უვლით, ხომ და? სამი ქალი მოვლით ამ ძაღლებს. რას ამბობთ? დღეში სამჯერ ვაჭმევთ. აჭმევთ კიდეც, ხო? თქვენ მოგაქვთ პირადად? კი, ჩვენ მოვაქვს პირადად ჩვენი ხარჯები. კი, ჩვენ ხარჯები. რომელ საათზე იწყებთ თქვათ ძაღლების გამომკვებას? როგორია ეს რუტინა? დილის 6 საათიდან. 6-დან დილით ადრე, ხო? კონფლიქტურები ხომ არ არიან? ზოგს ეშინია აქ მე დავინახე რომ ვიღაცა ჩხუბობდა რომ ძაღლებსო უვლითო და ადამიანი არ გაინტერესებთო. მათ რას ეტყოდით ასეთ ადამიანებს? მასეთ ადამიანებს რას ვეტყოდით თამრო? ძაღლები ჯობიან მასეთ ადამიანებს. ერთი იგერ ყავს. ერთი იქ ყავს. სამი შემოსასვლელში ყავს. ენარჩენი აგერ ყავს. თქვენ რას იტყოდით? თუ ადამიანი ხარ, ესე იგი ძაღლს უნდა დაეხმარო, იმიტომ ის შენგან სიკეთესელოდება და დახმარებას. თუ ადამიანი ხარ. კი. ადამიანსაც უჭირს ფინანსურად გასაგებია. ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ხელი უნდა კრა. ეს ჩემია სახლისა. ეს თქვენია ხო? ჩემი ხარის კაბინეტი. ეს ჩემია. მე ვიცი რომ ილიას ბაღში აი ფისოებსაც აქცევენ ყურადღებას. კი, ქალბატონი, ელზა. რას ეტყოდით იმ ადამიანებს? ძაღლებსაც ყურებავთ ჩვენ უცხო ძაღლი რო შემოდის იმგესაც ვაჭმევთ. აი რას ეტყოდით იმ ადამიანებს, რომლებიც სულ იმეორებენ რომ აი ჯერ ადამიანი, მერე ძაღლები, თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ რომ ძაღლსაც უნდა დახმარება და ადამიანსაც ორივე ერთნაირ, ორივე მნიშვნელოვანია. დახმარება. რადგან ძაღლი ვერ ლაპარაკობს, იმას არ ნიშნავს, რომ ძაღლს არ უნდა ჭამა და ადამიანს უნდა ჭამა. ჯერ ძაღლს და მერე ადამიანს. კი. ძაღლი სოციალური ცხოველია. ადამიანის გარეშე არ შეუძლია, იმიტომაც ადამიანთან მოდის. და ითხოვს შენგან ნუ რაღაც სიკეთეს და დახმარებას. ადამიანი რაღაცნაირად ხო, ნუ გააგებინებს სხვას, ნუ დაიცავს შველას ითხოვს მაინც ხო? საკუთარ თავს და ეგ ნუ დაუცველები არიან. დაუცველები. კარგი დიდე, წავიდეთ. ჩვენი ძუნტაია. აღარ მომდა რომ გამოჩდეთ.